მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საბანკო სექტორი ჭეშმარიტად საკმაოდ კარგად არის განვითარებული, ინსტიტუციური საინვესტიციო ფონდების სფერო ჯერ კიდევ მაინც ჩამოყალიბების და ფორმირების პროცესშია. ბოლო წლების განმავლობაში ამ ბაზარმა ნამდვილად გარკვეული ზრდა განიცადა და 2024 წლის ბოლოსთვის ფონდების მენეჯმენტში არსებული აქტივების ჯამურმა მოცულობამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა. თუმცა ამ ეტაპზე ინვესტიციების უმეტესობა მაინც სესხების ფორმით ხორციელდება, ხოლო კერძო კაპიტალის ბაზარი, ანუ საუბარია private equity მიმართულებაზე, მინდა რომ ეს დეტალურად იცოდეთ და საქმიანი საზოგადოება მიხვდება, რასაც გულისხმობ, კვლავ შედარებით მცირე მოცულობისა რჩება. ეს თემა მნიშვნელოვანია, ეს თემა გვაწუხებს საქმიანი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მუდმივად განვითარებაზე ფიქრობს და ამიტომ დღევანდელი გადაცემის და ჩვენი რუბრიკის ბიზნესი 360 გრადუსით თავარი თემა სწორედ კერძო კაპიტალის ფონდები იქნება და ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წამში სავის მმართველ პარტნიორთან მარიამ ქოიავასთან ერთად. მივესალმები ჩემს კოლეგას და თანაწამყვანს მარიამ ქოიავას. მარიამ, დილამშვიდობისა. გიორგი, დილამშვიდობის. მივესალმები ჩვენ საქმიან მაყურებელს. მე მოხარული ვარ რომ გიხილო ჩვენთვის აწუკვე მშობლიურ სტუდიაში და თუ შეიძლება უფრო დეტალურად რომ წარმოადგინო ეს თემაც და რაც თავარია ჩვენი სტუმარი საერთო და შენი აზრიც მაინტერესებს რაღა დაგიმალო, იმიტომ რომ თუ ვინმესგან მოდის ამ თემაზე კომპეტენცია, სწორედ სავის გუნდია და პირადად თქვენ მბრძანდებით, რა აფერხებს საქართველოში კერძო კაპიტალის ფონდების განვითარებას. რა ესე პირდაპირ ამითივე დავიწყოთ გაჭირდება. მადლობა გიორგი, თემატიკა არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ უკვე ბევრი წელია გვესმის, რომ გვჭირდება არასაბანკო და ალტერნატიული დაფინანსების წყაროები, გვჭირდება მეტი წვდომა, კომპანიებს ჭირდება მეტი წვდომა უფრო მოქნილ, ესე რომ ვთქვათ, პირობებთან, დაფინანსების პირობებთან და ერთ-ერთი სწორედ წარმოადგენს განვითარების შესაბამის ეტაპზე კერძო კაპიტალის ფონდის ინსტრუმენტები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სექტორი პრაქტიკულად საქართველოში განვითარების საწყის, ანუ საბაზისო ეტაპზე არის, ხო? ამიტომ ძალიან საინტერესოა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რატომ არის ეს ასე, რა შეიძლება, როგორ უნდა მოხდეს ამ სექტორის და სფეროს ზოგადად თანმიმდევრული და სწორი განვითარება და რა არის ის აუცილებელი კომპონენტები, რაც გვჭირდება ამისათვის. შესაბამისად, სანამ მე ბოლოს ჩემ აზრს ვიტყვი, როგორც მკითხე, მე მინდა რომ წარვადგინო ჩვენი დღევანდელი სტუმარი დავით აბაშიძე. დავითი არის საინვესტიციო ბანკირი და ინვესტიციების ექსპერტი. ის წლების განმავლობაში მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, City Group-ის და Barclays წამყვან პოზიციებზე, სწორედ აი ამ მიმართულების ნაწილში ის იყო ძალიან აქტიურად ჩართული და დღეს წარმოადგენს მრჩეველს, აგრძელებს საქმიანობას აი ამ მიმართულებით. შესაბამისად, მივესალმოთ დავით, დიდი მადლობა დავით დღეს შემოერთებისთვის. გამარჯობა მარიამ, გამარჯობა გიორგი, მივესალმებ პატრიციელ ტელემაყურებელს და დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. შენიერი. მოდით დავიწყოთ დღევანდელი მდგომარეობის შეფასებით, დავით. დღეს რატომ არის არ არის განვითარებული პროფესიული საწილე კაპიტალის ზოგადად ინდუსტრია? შეგვიძლია ვთქვათ რა დავაკელით ამას განვითარებისთვის? თუ პირიქით შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენაირი ახალგაზრდა ეკონომიკისთვის ნორმალურია ის წერტილი, სადაც დღეს ვიმყოფებით? პასუხი არის, რომ უფრო მეორე მიზეზი, რაც დაასახელი მარიამ, ჩვენნაირი ახალგაზრდა ეკონომიკისთვის არის ბუნებრივი ის წერტილი, სადაც ახლა ვიმყოფებით. ანუ ზოგადად, როდესაც ეკონომიკების განვითარება იწყება, პირველი ყოველთვის ვითარდება საბანკო სექტორი. ეს ყოველთვის ეს არის და ჩვენ თუ ვთქვით, რომ 90-იანების დასაწყისში თავიდან დავიწყეთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიკის განვითარება, ძალიან ბუნებრივია, რომ პირველ რიგში ამ ფინანსური ინსტიტუტებიდან საბანკო სექტორი განვითარდა. ამის მიზეზი ის არის, რომ საბანკო კრედიტი, როგორც ინვესტიცია და საინვესტიციო ინსტრუმენტი არის შედარებით დაბალ რისკიანი. როდესაც ეკონომიკები არის საწყის ფაზაში, ყოველთვის უფრო დაბალ რისკიანი ინვესტიციები ვითარდება, იმიტომ რომ თვითონ ეკონომიკა არის რისკიანი. შესაბამისად, მაღალ რისკიან გარემოში დაბალ რისკიანი ინსტრუმენტების განვითარება დაიწყება. იმიტომ რომ მაღალ რისკიანი ინსტრუმენტების განვითარება რო დაიწყოს, გამოდის რომ ინვესტორი იღებს ორმაგ რისკს, თან გარემოს რისკს და თან ინსტრუმენტის რისკს და როგორც წესი, ასეთი რისკების ტოლერანტობა არ აქვს.
შესაბამისად ის სადაც ვართ ბუნებრივია. მეორე მიზეზი, რატომაც იქ ვართ, სადაც ახლა ვართ, არის ის, რომ საინვესტიციო ფონდის მართვა არის გაცილებით უფრო რთული, როგორც საინვესტიციო ფინანსური ინსტიტუტის, ვიდრე საბანკო კრედიტის და კორპორატიული საბანკო სფეროს მართვა. იმიტომ რომ უფრო მაღალი დონის რისკს იღებს, შესაბამისად ეს წარმატებულად გააკეთო, არის გაცილებით უფრო რთული. დაახლოებით აი სტატისტიკას მოვიშველიებ, რომ ვიცოდეთ რამდენად რთული არის. მთლიანი საინვესტიციო ფონდები, რაც ვიცით მსოფლიოში, იმათი მხოლოდ 30% აღწევს წარმატებას. ანუ წარმატებაში გულისხმობთ იმას, რომ მოაქვს ის ამონაგები, რომელიც ინვესტორს დააკმაყოფილებს. 70%-ს ვერ მოაქვს თავისი კაპიტალის ღირებულება, შესაბამისად, როდესაც ინვესტორები ამ ფონდის მენეჯერებს გადაუნაწილებენ თანხებს და ისინი მართავენ დაახლოებით 10-12 წელიწადში უკვე ცხადი არის ხოლმე, რომ საკმარისი ამონაგები ამას ვერ მოაქვს და შემდეგ საინვესტიციო ფონდის შეკროს უკვე ვეღარ აკეთებენ ხოლმე ფონდის მენეჯერები. ანუ აი ყველა ის ცნობილი ბრენდი, რაც ვიცით საინვესტიციო ფონდებისა, ესენი არის სწორედ აი 30%-დან, კი, რაც არიან მორჩენილი და თითოეულ წარმატებულზე მოდის ორი წარმატებული. შეიძლება და უფრო ჩქარა განვითარებულიყო ეს ყველაფერი რო ყოფილიყავით უფრო დიდი ეკონომიკა, რადგან დიდ ეკონომიკაში ანუ ზომაში რო ყოფილიყო ეკონომიკა უფრო დიდ ბაზარზე პოტენციური ამონაგები და სარგებელი, რომელიც ინვესტორმა შეიძლება მიიღოს, უფრო დიდი არის. ჩვენნაირი პატარა ეკონომიკისთვის, სადაც ვართ განვითარების იმ დონეზე და რა დონეზეც არის მე ვიტყოდი საინვესტიციო ანალიტიკოსების პროფესიონალიზმი მისული, იქიდან გამომდინარე რომ ეს არის ძალიან რთული და ძალიან რისკიანი სფერო. ბუნებრივ წერტილად ვიმყოფებით კი ჯერჯერობით არ დაგვიდგა ეგ დრო. მადლობა დავით. აქვე გამიჩნდა შენი საინტერესო შესავლიდან ესე დავარქვათ კითხვა. შეგვიძლია თუ არა შენი აზრით და შენი ექსპერტიზიდან გამომდინარე ამ პროცესის დაჩქარება დღეს და თუ შეგვიძლია რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ დაჩქარებას ქვეყნისთვის? მოდი მეორე კითხვას უპასუხებ ჯერ რა სარგებლის მოტანა შეუძლია, ანუ თუ შეგვიძლია, ზოგადად შეგვიძლია კი და აგრეთვე ღირს ამის დაჩქარება. სარგებელი არის ის, რომ პირველ რიგში ქვეყანაში იქნება გრძელვადიანი მოქნილი საინვესტიციო კაპიტალის ზრდისთვის, რაც არის საბანკო კრედიტის შემავსებელი. მე არ ვიტყოდი რომ არის ალტერნატივა, არის დამატებითად შემავსებელი, რაც არის ძალიან კარგი. მეორე, რატომაც სარგებელი იქნება ეს არის, რომ საინვესტიციო ფონდები, როდესაც ყიდულობენ კომპანიებს, ჩნდება ამ კომპანიების, ასე ვთქვათ, ლიკვიდობის საშუალება ფლობელებისათვის. ბიზნეს ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, ეგრეთ წოდებული ეგზიტის საშუალება, რაც ძალიან ხელს უწყობს ახალი ინვესტიციების შემოდინებას. საერთოდ ინვესტორები, როდესაც უყურებენ რაღაცა ქვეყანას ან გარემოს, სადაც ჩადონ ინვესტიცია, ბევრ ფაქტორს აფასებენ და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ თუ არის იქ განვითარებული კორპორატიული შერწყმა-შესყიდვების ბაზარი. ანუ რამე რო იყოს, დაახლოებით 10-12 წელიწადში რო აღარ მოგინდეს ამ ბიზნესში ყოფნა, თუ არის საშუალება, რომ გაასხვისო, კი, ანუ პირველ რიგში უნდა იყოს ეგზიტი, იმისათვის, რომ ესე ვთქვათ, ახალი ინვესტორები შემოვიდნენ. გარდა ამისა, როდესაც აი ეს მაღალი დონის და მაღალი კალიბრის საინვესტიციო ფონდები ხდებიან კომპანიის აქციონერები, მოაქვს რამოდენიმე სარგებელი. პირველი ახლა ბევრი სარგებელია, მე ორს გამოვყოფდი. პირველი არის სტრატეგიული ფოკუსის გაძლიერება. საერთოდ ბევრი კომპანია, როდესაც მოქმედებს ხოლმე და რაღაც აკეთებს, ხშირად ეფანტებათ ხოლმე სტრატეგიული ფოკუსია. ბევრ რაღაცას მიედმოედებიან ხოლმე, რაღაცას მოკლე ვადაში მოაქვს ფული, მაგრამ გრძელ ვადაში მაინც დამაზარალებელი არის. მეორე რაც ხდება არის მენეჯმენტის ინსტიტუციონალიზაცია. საინვესტიციო ფონდებს არ უყვართ ერთი ადამიანის და ერთი გუნდის შოუები და ხშირად ხდება ხოლმე გადაწყვეტილების და პასუხისმგებლობის დელეგირება შუარგოლის მენეჯმენტზე, მცირდება მიკრომენეჯმენტი და იქნება ფაქტიურად მართვის სისტემა. ყველაფერი ამის შედეგად ეს კომპანიები, რომლებიც აი მაღალი დონის საინვესტიციო ფონდები შედიან ძილში და ყიდულობენ, ხდებენ უფრო კონკურენტუნარიანები, ძალიან ხშირია მათი ინტერნაციონალიზაცია, ექსპორტზე გატანა, გლობალურ დონეზე კონკურენცია. და შედეგად იმის გამო უფრო იზრდებიან, უფრო ხშირდება შემთხვევები, რომ შემდეგ ესენი გადიან პირველად საჯარო განთავსებაზე, ანუ IPO-ზე, იმიტომ რომ უფრო დიდები არიან, რაც თავისთავად კაპიტალის ბაზარსაც ავითარებს. ამიტომ სარგებელი არის. ძალიან დიდი თან შეგვიძლია ვთქვათ და ძალიან საჭირო არის დღეს საქართველოში ეს სარგებელი. კი. რა დააჩქარებს კიდევ მეტად ამ პროცესს და თან ერთ ნაწილში ჩავერთვები მარიამის კითხვებში, რომ საქართველოს მთავრობასაც აქვს სურვილის მიღმა ინიციატივა კონკრეტული, რომ კერძო კაპიტალის ფონდების წახალისება მოხდეს საქართველოში. იცნობ თუ არა დავით თქვენ ამ თემას და თქვენი ექსპერტიზა გვაინტერესებს, როგორ აფასებთ ხარისხს აი ამ წახალისებისა. მოდ პირველ თქვათ, იგივე მარიამ შენ კითხავს და გიორგი შენ მეორე კითხავს რო პასუხობ, რა წახალისებს, ხო? ანუ სამი მთავარი მხარე არის საინვესტიციო ფონდების ბიზნესში. პირველი არის კომპანიები, რომლებშიც ღირს რო ინვესტიცია გაკეთდეს, კი. სხვადასხვა სტრატეგიები აქვს საინვესტიციო ფონდებს, მაგრამ უმეტესობა აქვს ესეთი სტრატეგია, რომ დებენ ფულს კარგ კომპანიებში და ხდიან კიდევ უფრო უკეთეს.
კი, ანუ ესეთში რაღაცა სუჩი ჩადონ და კარგი გახადონ, არა, ამიტომ გარკვეული ხარისხი უკვე უნდა იყოს კომპანიების მხრივ. ეს მე ვიტყოდი, რომ საქართველოში არის, ანუ კარგი კომპანიები, რომლებიც შეიძლება გახადო კიდევ უფრო უკეთესი. მეორე რგოლი, რაც არის მთავარი მამოძრავებელი, ეს არის ექსპერტიზა საინვესტიციო ფონდის მენეჯერების. ანუ მაღალი დონის კალიბრი, ფონდის ვინც იცის საქმე. ეხლა ნახეთ როგორ რაღაცა შეიძლება მაყურებელმა იფიქროს, რომ ეს აქსიომურია, იმიტომ რომ მენეჯმენტი ყველა ბიზნესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ საინვესტიციო ფონდებში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 80% არის მენეჯმენტი, იმიტომ რომ იგივე თუნდაც საბანკო სფეროს რო შევადაროთ, ხო? საბანკო სფერო არის იგივე ფილიალების დაფარვის ქსელი, მთელი IT ინფრასტრუქტურა, მობილური აპლიკაციები, უამრავი რაღაცა. იქაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაბამისად წონა მენეჯმენტის მცირდება, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა არის, IT ინფრასტრუქტურა, დაფარვის ქსელი და ასე შემდეგ. აქ ფაქტობრივად არის მხოლოდ და მხოლოდ მენეჯმენტი, პროფესიონალი ფონდის მენეჯერები, ვინც სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. აი ანალოგი რომ მოვიყვანოთ, დაახლოებით ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც ფეხბურთის გუნდში ფეხბურთელები. კი, არიან სხვა მხარეებიც იქაც, მაგრამ ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა. და მესამე მხარე არის, რა თქმა უნდა, ინვესტორები, რომლებიც აკეთებენ გადანაწილებას აი ამ ფონდის მენეჯერებზე თანხის. მთავარი არის კომპანიები იყვნენ და მაღალკვალიფიციური ფონდის მენეჯერები. იმიტომ რომ თუ ეს ორი მხარე არის, ინვესტორები ყოველთვის გამოჩნდებიან, ასე ვთქვათ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში, ვინც ამათ თანხებს გადაუნაწილებს. აი აქვე უნდა ჩაგეკითხო, დავით, აი ამ სამი აქტორიდან ორი გამოყავი კომპანიები უნდა არსებობდნენ, ანუ pipeline ეგრეთ წოდებული უნდა იყოს, სადაც ინვესტიციის ჩადება შესაძლებელი იქნება და უნდა იყოს გამოცდილი დავარქვათ მენეჯერები, ხო? ამ ორიდან კიდევ შეგვიძლია რომელიმე მხარე დავაწინაუროთ და ვთქვათ, რომ აი პირველი ნაბიჯი არის, ვთქვათ, ფონდის მენეჯერი არსებობდეს. თუ შევხედავთ როგორ განვითარდა ეს სფერო სხვადასხვა ქვეყნებში უმეტესად, ეს ამ სფეროს განვითარება დაიწყო 60-იან წლებში მე-20 საუკუნის ამერიკაში და ეს დაიწყეს ფონდის მენეჯერებმა. ანუ სხვადასხვა ძალიან მაღალკვალიფიციურმა ხალხმა, ვინც იცოდა საინვესტიციო ანალიზი, მივიდნენ ინვესტორებთან და უთხრეს, რომ მოგვეცით ფული სამართავად და ჩვენ ამას დავაბანდებთ კერძო კომპანიებში, არასაჯარო ფასიან ხალხებში, ანუ კერძო კომპანიებში და მოგიტანთ ამონაგებს. ამიტომ მამოძრავებელი ძალა არიან მაღალკვალიფიციური ფონდის მენეჯერები, ინდივიდები, რომლებმაც ეს საქმე ძალიან კარგად იციან, ეს არ აქვს მნიშვნელობა, რაღაცა ბრენდი პროფესიონალები როგორ მოვიზნოთ. პროფესიონალების მოზიდვა შეიძლება გაზრდით, ახალი პროფესიონალები შეიძლება უცხოეთიდან ჩამოყვანა, შეიძლება დაუშვათ უცხოეთიდან ჩამოყვანა არაქართველი პროფესიონალების და შემდეგ მათ უკვე გაზარდონ ახალგაზრდა პროფესიონალები. მე ვიტყოდი რომ ამას რომ ეს არ არის რომ საქართველოში არ იყვნენ ამის პროფესიონალები, უბრალოდ ცოტა არიან. განსხვავებით საბანკო სფეროსგან, სადაც უკვე ბევრი დაგვიგროვდა ესეთი, აქ არიან ცოტა პროფესიონალები, იმიტომ რომ საქართველოში ეს კერძო კაპიტალის ინვესტიციები ხორციელდება უბრალოდ არაფონდის სახით, უფრო არიან საოჯახო ოფისები და იქ არის ხალხი, ვინც მუშაობს უკვე ბევრი წელია, გარკვეული ექსპერტიზა გამოცდილება დააგროვეს და ყავს ამისი კონტინგენტი, უბრალოდ არის მცირე. ძალიან მცირე არის ამისი კონტინგენტი.